ჩვენი შემდეგი სტუმრები ორჯომიდან გვეწვინა. ნება მიბოძეთ წარმოგიდგინოთ ანსამბლი ოქტავა. მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო სტუმრებო, მადლობა ჩამოგზარებისთვის. მე ვიცი რომ თქვენ ერთი მშვენიერი მუსიკალური მისალმება გაქვთ, ძალიან კეთილხმოვანი და თუ წინააღმდეგი აბრძანდებით, მოდი ჯერ ამით დავიწყოთ, სანამ საუბარზე გადავალთ, ა? შეიძლება? აბა გთხოვთ. Жушунацуй мамбовида, диди миндори данама, 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 диди миндори данама. Vincenze cudira mestras, guliga ubostanama. Vincenze cudira mestras, guliga ubostanama. მადლობა ასეთი მუსიკალური მოსალმებისთვის. ჩემო გოგი, გაუმხილოთ ჩვენი შოუს მაყურებელს, რომ ჩვენ დიდი ხნის მეგობრები ვართ და ნება მიბოძე გთხოვო რომ ანსამბლის წევრები შენ წარმოგვიდგინო და გაგვაცნო. პირველ რიგში მოგესალმებით ბატონო გია, მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებელს. დიდი მადლობა თქვენ და გადაცემის პროდიუსერებს ჩვენი გადაცემაში მოწვევისთვის, ჩვენთვის ეს ნამდვილად დიდი პატივია, დიდი სიხარული და სიხარულით მოვქროდით თქვენსკენ დღეს ჩვენი ბორჯომიდან. ანსამბლს რაც შეეხება, ანსამბლი 2012 წლიდან ფუნქციონირებს ქალაქ ბორჯომში. თავიდან დავიწყეთ ტრიოთი, დაიწყეს ქალბატონებმა ტრიოთი და მე უკვე ნენდა შემოვერთით და აგერ უკვე 7 ოქტავოსანი არის თქვენს წინაშე 2012 წლიდან. მოკლედ რო გაგაცნოთ, ქალბატონი მარინა არის ჩვენი ანსამბლის ხელმძღვანელი და პატივცემული დედაჩემი. შემდეგ უკვე ჩვენი ულამაზესი ქალბატონები, ჩვენი თამუნა, ცირა, ნათია, ბატონი მახო და მისი უმშვენიერესი მეუღლე ქალბატონი ნინო, ეს ულამაზესი წყვილი, რომელიც მოგესალმებით კიდევ ერთხელ. მე როგორც ვიცი, 4 თქვენგანი არის მუსიკის პედაგოგი. აი, ღმერთმა გაგიმარჯოთ რა. უდიდეს საქმეს აკეთებთ, ალბათ ყველაზე დიდ საქმეს, იმიტომ რომ აი პედაგოგის საქმიანობა დღეს არის ნამდვილი მოღვაწეობა, რასაც ქვია სულის ფორმირება ბავშვის და ამას მუსიკა ახდენს ყველაზე უკეთ და წარმატება მინდა გისურვოთ ამ მიმართულებითაც და ესე იგი თქვენ გაკვეთილი და რეპეტიცია ერთდროულად შეგიძლია ჩაატაროთ, ხო? ესეთი ამბავია. გაკვეთილის შემდეგ რეპეტიციები და ასე. გაკვეთილების შემდეგ. გაკვეთილების შემდეგ. გოგი, ვიცი რომ თქვენ იუმორითაც გამორჩეული ხალხი ხართ. ყოველ შემთხვევაში შენ იუმორი რო არ დაგეწონება, ეს ზუსტად ვიცი და მოდი გადავიდეთ ახლა იუმორისტულ მხარეზე. სანამ სიმღერას გთხოვთ ჩვენი შოუს სცენიდან. კეთილი, რა გავიხსენოთ. მოკლედ ერთი ასეთი ისტორია გვაქვს ბატონო გია. 2019 წელია მოკლედ. ვართ პოლონეთში მიწვეული ფესტივალზე, ჩვენი ადგილობრივი ბორჯომის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით. და მოკლედ არის ეს ლეგიონოვოს ქალაქის 100 წლისთავი. დიდი ამბავია, მოკლედ გავედით ამ ფესტივალზე და სანამ წავიდოდით, გაგვაფრთხილეს, რომ ეს პოლონელები არიან ძალიან წესრიგის მოყვარული ხალხიო, მოკლედ ძალიან მკაცრი ხალხიო და ყველაფერზე ერთ პატარა ფეხის მარჯვენა მარცხენა ნაბიჯზე ეგრევე გაჯარიმებენ და მოკლედ თელემო და არ შეგვარცხინოთ რა, ეხა აბა თქვენიც თო წესია, წადი წამოდი. ნუ კარგი, ეხა ჩვენს ეგრე მივსდევთ ყველაფერს და მოკლედ ჩავედით, ჩავატარეთ ფესტივალი, ყველაფერი ტაში ტუში მთელი ამბები, ვასახელეთ მოკლედ ჩვენი ქვეყანა და მე ისე მოხდა, რომ მერი ესწრებოდა ამ ქალაქის აღონიზიებას და ისე მოეწონეს ჩვენი ანსამბლი, რომ ეს თქვენი ანსამბლი ოქტავა მიიწვიეს მეორე დღეს ერთ-ერთ კათოლიკურ ეკლესიაში სოლო კონცერტზე სამღერად, ასე ვთქვათ რა, სოლო კონცერტ ჩასატარებით. ნუ იქაც დიდი სიხარულით მივედით, ჩავატარეთ სოლო კონცერტი და გამოვდივართ ამ ეკლესიიდან და დიდი ვეებერთელა ქუჩა არის ამ ქალაქში და მოკლედ აჟიტირებულები, აღფრთოვანებულები, ზოგი მღერის, ზოგი ყვირის, მთელი ამბები, ჩახუტებულები გადმოვდივართ ამ ქუჩას და აგერ 10-15 მეტრში არის ქვეითა გადასასვლელი. რა შევხედავდით იმ ქვეითა გადასასვლელს? გადმოვაჭერთ პირდაპირ მანქანები მოდიან, ქართულად როგორც იცი ჩვენ ჯიგრულად. ქართულად როგორც თამაშიგვაზე იტყოდა. მოკლედ გადმოვედით და თან სიმღერით გადმოვდივართ და უცებ ამ ეკლესიიდან გამოდის ერთი პოლიციის ფორმაში გამოწყობილი მამაკაცი და პოლიციის ფორმაში ვინიქნება პოლიციელი იყო ეს მათუსემული და დაგვიქნია ხელი იქიდან ერთი წუთიო. ჩვენ შევხედეთ, თვითონ არ დავინახეთ, აუჩქარეთ ნაბიჯს, აუჩქარა იმანაც კიდე აუჩქარეთ, იმანაც აუჩქარა. გვეწევა ეს კაცი და დაგვიქნია სტოპო გვიქნევს ხელს და ნუ ჩვენც ახლა გავჩერდით, მოვიკუმეთ, ღმერთო შევარცხინეთ ქართველიერი აქ თუ არ დაგვაჯარიმებს. მოვეცვი ხელ დაგვაჯარიმებს უეჭველი და მოვიდა მოგვიახლო, ჩაიყო ხელი ასე ჯიბეში, მეთქი ამბოიღებს ახლა უბის წიგნაკს და ეგრევე ჯარიმა მოგხსოვდა და მთელი ამბებია და ამბოიღო ტელეფონი, ფოტო. მახო ფოტო კი არა ვიდეო იყოს თუ კიდაო.
აი ესე შევჩა ფოტო აი ამ პატმოცემულის კარგია, დღეს რა სიმღერა ჩამოგვიტანეთ ბორჯომიდან? დღეს ჩამოგიტანეთ ულამაზესი სიმღერა იმერული მგზავრული, კომპოზიტორი გახავთ ნუნუ გაბუნია და ტექსტის ავტორი უნიჭიერესი პოეტი მაკა ბლიაძე. და დიდი სიამოვნებით გვინდა შეგისრულოთ, სხვა შორის ბატონო გია, ჩვენი ახალი ალბომი გამოდის უკვე და აი ზუსტად ამ ახალი ალბომიდან არის ეს ერთი ულამაზესი კომპოზიცია. ძალიან კარგი, წარმატებები ოქტავას. გადმოგზავნით ჩემო ბატონო სცენაზე. ხო. დილდილადელა კითხავ მიფხრის აიდგენა სიყვარულის ხმა მომესმა გამოვწიე აქეთკენა დილდილადელა რა ვქრა სიყვარულის მჯერა მისკენ სალაგზებს დავეცე მომეჩვენა აქეთკენა ვიცი რომ გიპოვი და გზადამთავრდება სიყვარულის ქარიმე და შვიდობა გიქონდეს შენ დილდილა დილდილადელა უშენობა არ იქნება სიყვარულის გზას გავყურებ აქეთ მე და იქით შენა დილდილადელა ყველა მიდის მზე გირჩება ყველად გაჯამას უხარის ვისაც სიყვარული შერა დღეს ვიცი რომ გიპოვი და გზადამთავრდება სიყვარულის ქარიმე და შვიდობა გიქონდეს შენ დღეს ვიცი რომ გიპოვი და გზადამთავრდება სიყვარულის ქარიმე და შვიდობა გიქონდეს შენ დილდილადელა კითხავ მიფხრის აიდგენა სიყვარულის ხმა მომესმა გამოვწიე აქეთკენა ველად გაჯრა მას უხარის ვისაც სიყვარული შერა